მადლობთ მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება, სიხარული და კარგი განწყობა. დავიწყოთ არა ჩვენი ფიქრების და აზრების გადმოცემა, რომელიც ჩვენ არს მისდევს და თქვენ რომ აყურებლებო და გულშემატკივრებო, ალბათ მიხვდით ხო? მე ახლა ვიმყოფები ვაიომინგის შტატში და მომიწევს ერთი 300 მილი ასეთ სტეპებში სიარული და ამ დროს ჩვენ ვიწყებთ ფიქრებს და აზრების გადმოცემას. გაზიარებას უფრო სწორედ. მე მიხარია თუ ჩვენ ეს ჩვენი არხი ვინმე სასარგებლო და სასწავლებელი თუ იქნება და რო გამოიყენეთ, მე ამით ბედნიერი ვარ და ვცდილობ. კარგად უცუდად, ყოველ შემთხვევაში ვცდილობ და შედეგზე გავიდეთ და უბრალოდ მე არაერთხელ მithქვავს რომ ჩვენი არხის ჩვენი პატარა ვიდეო 20-30 წუთიანი ვიდეოს მოუყურებს ადამიანი, მერე დაემუხტოს დადებითად და ისე ვიძახი რომ სარგებელი ნახოს. და თავისთავად ეც მიხარია, ჩვენც ვიხარია და საერთო ჯამში კაი სიტუაცია იქნება. მოგეხსენება ჩემო მეგობრებო, ამ ტრაილერის ყოლობა რითია კარგი და ყოველ შემთხვევაში მე რითი ვაფასებ, ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვილაპარაკია რომ კი დრომიდის ის მარტო ხარ იღლები, მთელი ასეთი ბევრი უარყოფითი რაღაცებით, მაგრამ ტრაილერის ყოლობას აქ ერთი ძალიან მაგარი რაღაცა და მე ყოველთვის ვიძახი რომ უსომო დიდ განათლებას ღებულობ. თქვენ იცით ხო მე როგორ ამბობ ხომ აუდიო წიგნების საშუალებით კვირა არ გავარო 3-4 წიგნს არ მოусმინო, მთელი დღე უყურებ და ძალაუნებურად ვითარდები. ჩემ მეუღლეს უთხარი რა, არ ვიცი, იმდენ წიგნებ და იმდენ ინფორმაციას ვიღებ მეთქი. ამხელა სხვა მასალიდან გამომდინარე, ან ძალიან მაგრა გაუბერეო მეთქი, ან ძალიან მაგარი ჭკვიანი გამოვარ მეთქი. თავისთავად ჩემ მეუღლეა ხო, ჩემი ნაწილია. გიჟი არ გამოფიდეოდა სიჭკვიანი მირჩევნია, თავისთავად ახლა ჩვეულებრივი ამბავია. გიჟები და გადარეულები ამდენია ამ ქვეყანაზე სამყაროში და რატო უნდა დავემატოთ ჩვენი სახით ამ გიჟებში და იმებში. ჯობია ვიყო ჭკვიანები და ჭკვიანები კარგები და ბრძენი ხალხი ვიყოთ. ეს ასეთი თემა მინდა შემოგთავაზოთ მეგობრებო. შეიძლება ამ 9 საათიან იმაში ვერ თქვა ის ბოლომდე ძალიან სერიოზული თემაა, სერიოზული და იმდენად სერიოზული არა, რამდენად ჩვენ ყველას გვეხება და ასეთი ამ მოძრაობაში ალბათ ამ თემაზე სასურველია ყოველთვის აუდიტორიაში ან მაგიდასთან იძა წყნარად გადმოსე ესა, მაგრამ რა აქვს ჩვენ ასეთი გზა გვაქვს არჩეული მოძრაობაში ლაპარაკობთ. თემა არის მარტოობა და განმარტოება. ამ თემაზე სანამ დავიწყე ლაპარაკს, მინდა ჩემი პატარა ისტორია მოგიყვეთ. არ ვიცი, საინტერესოც არის და ხო იცით რომ მე ყოველთვის ჩემი მაგალითები და მომყავს ხოლმე და ერთი უკვე ფაქტია ჩვენ ვიდეოებს ვიღებთ რამდენად 10 წელი თუ 8 წელი უკვე ვიღებთ და უკვე ასე თუ ისე ადამიანები მიცნობენ ასე თუ ისე, კარგად უცუდად მიცნობენ და თბილისში ვარ, ჩემ რუსთაველის ოფისში ვდგავა, ისა ვზივარი რაღაცებს ვაკეთებ და ოფისის კარები იღებ და შემოდის სიმპათიური ქალბატონის რაღაც 60-65 წლის ასაკშია, მაგრამ ისეთ კაი ფორმაშია, აი ხოიცი მაგარი ქალები რო არიან რა. სიმპათიური ხოიცი ასაკს რო დაკარგული არ აქვს და შეიძლება კი რაღაცა სიბერის ელემენტები აქვს, მაგრამ კაი ხალია რა, კაი ხალია შეენ და გამეცნო იქით-აქით. ესე იგი მოკლედ ვიტყვი რა, ესე იგი ეს ქალბატონი მოვიდა და მითხრა რომ აკაკიო მე შენ გიცნობო და შენ უნდა მიშველო. ვა, მეთქი ვა. რატო და ერთადერთი ვიცი რომ შენ მიშველიო და უნდა მირჩიო რა გავაკეთო და როგორ ვიცხოვრო. მე პირით ავაღე კაცო რა.
ჩემი განკრება ეს ყველაფერი და მოგიყვებით და რა ხდება. ამ ქალბატონმა მომიყვა თავისი ამბავი რა. რაღაც ერთი 35-36 წლის ასაკში მეუღლე გარდაეცვალა, დარჩა მცირეწლოვანი ბავშვი 10-დან 10 და 12 წლის ასაკიდან, დედა ყავდა მოხუცი და ეს რო წავიდა ეს საქართველოში ეს ეკონომიკური პრობლემები რო წავიდა, რა ეკნა? ვიცი, ჩვენი ქალბატონები რამდენია ასე წამოსული და თავის ოჯახის გულისთვის, თავის შვილების გულთვის გადადეს და წამოვიდა ამერიკაში. წამოვიდა ამერიკაში, იმუშავა, შვილები გაზარდა, ხარ ორივე ბიჭს ბინა მოუყიდა, გააცოშვილა. ნუ ეს შვილები დაუტოვა დედას, ბებიას. და მე ვფიქრობს, რომ ხო, ამასობაში ეს ბიჭები გაიზარდნენ, όλοι მოიყვანეს, შვილები გაუშვა და ამათაც ხომ უნდა მიხედვა, როგორც ეხა უცხოს არ ვამბობ, ეს ჩვენი მოცემული რეალობა, გადავიდა შვილებზე, გადავიდა იქ ბინები გააფართოვა და ნუ ეს ქალი გადაყოლილია ამ შვილებზე და შვილებზე. გავიდა გარკვეული დრო, 20 თუ რამდენიმე წელი მუშაობდა და ნუ გადაწყვიტა ეხა თავისთვისაც სახლი იყიდა პატარა ოროთახიანი პატარა რაღაც და წავალო და დავისვენებება შვილები დავაბინავე ყველაფერი და ჩავიდა თბილისში. და კი მიიღეს, მაგრამ გავიდა 1 წელი, 2 წელი და ამ ქალმა იცნო მარტო თავი. იმიტომ რომ რაღაცა ისინთო აყდა არ შვილებს უნდა შვილებიც ისე უყურებდნენ. ვიღაცა მოხუცი არ არის, მაგრამ ნუ რაღაცნაირად ამ ქალმა იცნო სიმართლე, იცნო აი ძალიან არ ვიცი ახლა იქ რაღაცა ეხა ოჯახური ამბებია ხო იცით და იქ ზოგმა უთხრა იქ მე უფრო ნაკლები იმას სხვანაირი ბინა უყრიდა მე ამას სხვა შვილებს შორის რაღაცა იმძას რაღაცა მოეწონა არ მოეწონა და ერთი სიტყვით ეს ქალი ავიდა ისევ ამერიკაში. ეხა პატარაც არ არის რა, ეხლა თითქმის 65 და მე გავიდა ეხლა აქაც ხო ადვილი არ არის ხო ეხლა წამოვიდეთ აქაც უკვე მიჯაჭვული დაიბნა ეს ქალი, თუ იგზა მარტო თავი, თუ ამას როგორ იგზო თავი ამას მე გეტყვით, ვერ აეწყვი თუ რაღაცა და ისევ დაბრუნდა საქართველოში. იქაც თვითონ რაღაცას მოეკიდა, არ მოეკიდა, მაგრამ ნუ ამ ნათესავები და შვილები სიცივეს და იმას ზნობდა რა, რაღაც დისკომფორტს ზნობდა და ამ დროს მოვიდა ჩემთან ოფისში და მიშველეო. აი მე მეთქი რა, უნდა უშველო და ავიდავად ეხა მე დაუჯექი რომ აი, ნუ ეს ქალბატონი არის მარტო ხელად გნო თავს იქ მეგობრები არა იქ ვიღაცა ნუ სულ მარტოთ არის რა შვილები არა შვილიშვილებს არა კი როგორც შვილიშვილები როგორც ბებია და როგორც დედა და ის კი უნდათ როგორც რაღაც ფული შემომტანი და რაღაც მატერიალური ინტერესებიდან გამომდინარე და ამგავს უნდა ეს სიყვარული მთელი ეს სიტყვა რაც ნებისმიერ ადამიანს უნდა ბუნებრივია და არ იყო და აი ეს ამაზე ნერვიულობდა და აი ამ მდგომარეობაში იყო და და ისევ ხوار წასულიყო ამერიკაში, იმიტომ რომ აქ უფრო წნარად იყო, თავისთვის იყო, ვიდრე ისევს და აი ეს საუბარი წავიდა და ნუ მინდა არ გითხრა ჩავერთე ამ ამბავში. ეხლა რომელი ფსიქოლოგი მე ვარ, ან რომელი იუნგი ან ფროიდი ან რაღაცა, მე ვუთხარი მეთქი ღმერთი ადამიანის მარტო არავის არ ტოვებს, მაგრამ ძნელი ეხლა ის ადამიანი როცა კარგად არ არის გათვითცნობიერებული ბიბლიურ სწავლებებში და იმებში, ეხლა უთხრა იცი ღმერთი არ მიგატოვებს, ეს თავითავად. ეხლა არ ვიცი, ეხლა ცუც ვამბობ თუ კარგს ვამბობ, ეხლა ადამიანები ამას ვეცდები, რომ ღმერთის რაღაც არის ისა და არ იცის ადამიანი ამის უზადება არა, ამას ბიბლია და ღმერთის სწავლება რომ შეისწავლონ მთელი ცხოვრება ანდობენ ადამიანები, მაგრამ ადექი და რაღაცეთ გადავწყვიტე რომ აბა რაღაცნაირად აი რაც მე განათლება მაქვს, რაც მე მიღებული მაქვს რა. ეხლა წეგანაც რო თქვი ტრაილერზე იმიტომ გავდივარ, იმდე რაღაც ეცინეს კითხულები და მოდი და აბა მოვსიჯავმეთ. და ეხლა გადავიდეთ ჩემ ცხოვრებაში და უკვე დავიწყე ჩემ ცხოვრებაში აი ესეთი ეხლა კითხვა ისვენ მე მარტო ვცნობ თავს, მე პირადად ეხლა რო დავსვა და იცით რა თქმა უნდა ყველა ადამიანი მარტო და პერიოდში ეს მოდის ვარიანტი არ არის რა. ზოგი დეპრესიის სახით გადა, ზოგი იმით ამით და მე ასე თუ ისე მე გადავჭერი, მაგრამ როგორ გადავჭერი? მომავალში უფრო ბევრს ვილაპარაკეთ ამ თემაზე და
მაგრამ ეხლა ამ ქალბატონის მაგალითზე მინდა ვილაპარაკო და ისევ ჩემი ცხოვრება ფაქტობრივად აქაც გაგცემ პასუხს როგორ იჭრება ეს საკითხი. მარტოობა და სიმარტოვის ცნობა, რომელიც წეგანა ვთქვი დეპრესიებში და რაღაც შეიძლება სიგიჟეებში და რაღაცებში გადავიდეს. დაუბრუნდეთ ჩვენ საყვარელ საინტერესო თემას ციხეს. 18-19 წლის ბიჭი ვარ, ციხეში ვზივარ და მე ადრეცა მაქვს ნათქვამი, რომ ძალიან მეგობრობდი ამ ვინც უყურებდა საკამს. ქურდი იყო რა. არანდაშა. და პერიოდულად ვინც ახლა ნაჟდომია, იცით ხო? კარცერი რა უბედურებაა, ხო? და ეს არანდაშა კაცო პერიოდულად რაღაც სპეციალურად იმას აკეთებდა, ან ვიღაცა წამოარტყავდა, ან რაღაცას, რომ კარცერში წასულიყო. კარცერში იჯდა 5 დღე, 10 დღე. თავიდან ხო იცი როგორ ადამიანს რომ თანაუგზნობ რა, ეხლა კარცერში რა სასიამოვნოა იჯდობა, ხო, მარტო ჯდობა. მაგრამ მე შევამჩნიე, რომ ეს ჩვენი ავტორიტეტი სპეციალურად აკეთებს ამას. ხო გავსო ჩვენ ეხლა მე ვთხარი მეთქი. არადაშ არის რა, კარცერში რატომ მიდიხარ მეთქი და მე ჩვენ იქაც მითხრა და მე თავისუფლებას რომ ვიყავდი ლაპარაკობდი მაგ ამ თემას ვავწობდი და იქო მე მარტო თროვარო ჩემ თავს პოულობო და ვისვენებო და უფრო ენერგიით და იმით გამოდივარ რომ აქ მეთქი როგორ მეთქი პატარა ბიჭი ვარ 19 წლის ბიჭი ვარ ხო და მთელი ფილოსოფიაო მაგ ამას მეუბნება ავტორიტეტი ფურტი კარანდაშა მეთქი როგორ კაცო ყველას ცდილობს რომ რა უნდა ეხა კარცერში და საერთოდ ზოგადად ყველას ცდილობს რომ მარტო არ იყოს ეხა წავედი კარცერში ჩამნელებრო ოთახში ხარ მარტო და ეს კაცი იმიქითკენ მიისწრაფოდა და რა მითხრა იცი რომ იქო მეო ჩემ თავს პოულობო და მე ენერგია მომდისო აი დააკვირდეთ რა თქვა ჩემ თავს პოულობო ენერგია მომდისო და მართლა ძალიან ენერგიული და ძალიან მაგარი ავტორიტეტი იყო საქმის გარჩევებზე და იმებზე ისე დაგილაგებდა ისე მოგიწყოდა ყველაფერს რომ ვიფიქრებდი ვა ასეთი ჭკვიანი კაცი და ასეთი ისა საიდან მოდის ეს იყო ასეთი პირველი შეხება აი რასაც ამ თემას მარტოობის თემა შეეხო და ისიც იქიდან საკანიდან გავიდა დრო ჩემი თქვენიც წიგნისადმი სიყვარული ჩემი როგორ არის აკეთური მე თავისთავად უკვე ბიბლიასაც გავეცანი ლიტერატურაშიც გავეცანი და ასე თუ ისე ჩემი გულად ფსიქოლოგი გამოვედი და მე წავიკითხე იუნგი აკრია ფსიქოლოგიური წიგნები ფროიდი აპკა ნიცშე რა ვიცი ნუ აი ჩავეფრალი რა პრობლემებში და ეხლა ეს ქალბატონის სახეს არ ვიტყვი მე ალბათ თუ ნებას დამთავს მე ალბათ გაგაცნობ ძალიან სიმპათიური ძალიან წარმატებული ქალბატონია ეხლა თბილისში და რა წარმატებას მიაღწია მე გეტყვი და გავიხსენე მთელი უკვე ჩაუჯექი ეხლა ამ ქალბატონთან მე კიდევ დავიბარე ვილაპარაკეთ და დავანალიზე ეს ფსიქოლოგიური ეს მომენტები ეხლა მეც არა ვარ პატარა ხო რა თითქმის 60 წლის ხები და ჩაუჯექი ჩემი ცხოვრების გამოცდილებები და აი ამას გეტყვით ესე იგი ამ ქალბატონს მე ჩემი რეკომენდაციები ვუთხარი გამოვიყენეთ ამდენჯერმე ყოველ ჩამოსვლაზე ჩემთან მოდის ლაპარაკობ და 4 თუ 5 წელია უკვე გასული და ამ ჩემი რეკომენდაციებით, ჩემი რაღაც გამოცდილებებით, ჩემი ნუ მე ვინა ვარ ახლა თავისთავად ბიბლიიდან და ფსიქოლოგიური წიგნები და ის ლიტერატურა რაც წავიკითხე. უთხარი ამ ქალბატონს და პირველ რიგში უთხარი არავითარ შემთხვევაში არ წახვიდი ამერიკაში, გახდი შენ რაც ახარ. ვერ გაიგო. გახდი შენ რაც ახარ. სიმარტოვის ნუ შეგეშინდება პირიქით წადი და შეხედე რეალობას იმ სიმარტოვის შედისაცაც გეშინია, რატოს გეშინია, ამის არ უნდა შეგეშინდეს. იმ სიმარტოვეში, იმ იზოლაცია დავრა, უნდა გამოიყენოს აშენო. ამას ვეუბნები ამ ქალბატონს.
მისმენს და ნუ საერთო ჯამში ვიმუშავეთ ცოტა ისევ ლაპარაკობ არა ვიმუშავეთ უთხარი ჩემი აზრები ყველაფერი და გავიდა დრო ეს უკვე 4 წელია და ამ ქალბატონს თქვენ ვერ იცნობთ ამჟამად ერთ-ერთი მაგარი დიზაინერია აი თუ რაღაცა გაფორმება გინდათ ბაღების ხო იცით ხა ყველა სახლებს სახლს ვიდნობენ ხა ჩვენ გონია ადვილია იმების გაფორმება გადაფორმება ყვავილებს სცენარეებს ხეებს ისე დაგილაგებ და ისე მოგიწყობს რომ აი 60 გეგონება და ეს ქალბატონი ამით არის დაკავებული და სად არის შენი სიმარტოვე და სად არის შენი მარტოობა სადღაც წავიდა და ერთ-ერთი უბედნიერესი ადამიანია და მეც მიხარია რომ ჩემი ეს პატარა რაღაცა ეს წვლილი მაქვს მიღებული ცოტა ზედმეტი მომდი შეიძლება თქვა მაგრამ მართლა ეს წვლილი მაქვს მიღებული და რა გავაკეთე ჩვენ და რისი თქმა მინდა და როგორ მოვახერხეთ ეს ეხლა ვიტყვი ამას მიზეზე ასეთი მთავარი ასე რომ ვთქვა გავრცელებული სიმარტოვის არის როცა არ ჭირდები არავის ეხლა წარმოიდგინეთ ქალბატონი და ჩვენი არ ხო ჩვენ ვიზდებით შვილებს დით მერე შვილიშვილებს დით და როცა ჯანზე ხარ როცა ფორმაში ხარ ყველა ჭირდები და საჭირო ხარ მაგრამ უკვე ასაკში რო შედიხარ უკვე მოხუცი რო ხდები ხო ეს გავრცელებული მე არავის არ ჭირდები და სამწუხაროდ აი სახში მიდიხარ ხოლმე თუნდა და ხედავ რომ ეს მოხუცი თავისთვის არის აი განსაკუთრებით სოფლებში იქით კუთხეში და არავის არ ჭირდება და ელოდება იმ დროს როცა წავამ სამყაროდან ამ თემას რო შეეხო ალბათ მოხუცებთანაც საუბარი კარგია მე მაგათად ამერიკაში ხარ თბილისში არ ვიცი მოხუცებუთა სახში მე არა ვარ ნამყოფი მაგრამ გარკვეულ აქ ამერიკაში რამდენჯერმე მოხუცებუთა სახში ვიყავ ხო ნუ როგორ არის ახლა გავრცელება ადამიანი მერდება მოხუცდება და ამ მოხუცებუთა სახში უშვებენ და არის გულიან კი განარულიან რაღაცა მაგრამ უშვილებს მაგისთვის აი ხა ჩვენთვისაც მიუღებელია თუმცა ჩვენთანაც ახლა წამოვიდა ეს მოხუცებუთა ეს პრობლემები და მაგაზეც მე ვილაპარაკეთ მაგრამ ფაქტია რომ ეს მოხუცებული ასაკოვანი ადამიანი არავის არ ჭირდება შვილი დაკავებულია თავის საქმე ის თავის შვილიშვილებს დის ის თავის ბატარეებს შენ ხარ რაღაც არასაჭირო ნივთიერება ასაკიც და აი ეს უკვე მოდის დეპრესია და აი რამდენჯერ აი ნახეთ აი კატაკრისი და ის რო იყო ხარ просто დაილაპარაკეთ მოხუცებს აი უმეტესი მოხუცები ასაკოვანი თქვათ 10 კაცი და 7-8 მარტო გრძნობს თავს და ელოდება რაღაცას და აი ეს არის ერთ-ერთი სიმარტოვის ესეთი გავრცელებული ფორმა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის რაღაცას ვიღაცისთვის ვაკეთებთ, ხო? ნუ უპირველესად შვილს თუ არ გაუკეთე და შვილიშვილს თუ არ გაუკეთე და შენ აბზდეს თუ არ გაუკეთე, ვის უნდა გაუკეთო, ხო? მაგრამ აი ხა ჩემი მეგობარი ზეგობრებიც ხო ფაქტურად ამერიკიდან ყველაფერი გაუკეთე შვილიშვილებს და მე რო ჩამოვიდა აქ თბილისში რაღაც დააკდა უკვე აღარ ჭირდებოდა და რაღაცა სიცივე წამოვიდა. ეს შეგრძნება ალბათ ბევრსაა გავლილი, აი ჩამოდიან ემიგრანტები და ისე თქვა მინდა, აი ეგ არის ძაღლით შავი ჩადებული. ჩვენ აი ქართველები განსაკუთრებით ყოველთვის ვიღაცის გულისთვის აკეთებთ ჩვენ მოქმედებებს ცხოვრება და რაღაცებს, მაგრამ გაღმერთებული ხავთ. შვილები და ეს უკვე დიდი შეცდომა იცი, უკვე შვილს რო გაზდით, მათ უკვე კაცი 30-35 წლის შვილი ყავს და შენ კიდევ იმაზე ზრუნავ. მიხედე კაცო 30-35 წლის შვილმა თვითონ არ უნდა მიხედო, შენ რაც შეგიძლია გააკეთო, გაზარდე, გზაზე დააყენე, ხო? ეხლა მიხედე შენ თავს. არა, ჩვენ მაინც შვილებს უნდა გადაყვეთ და გამოდის მთელი აი რაღაცა დამოკიდებული ხარ იმაზე რა და ამას რო გიწვიტავე უკვე შვილს აღარ ჭირდები, იმიტომ რომ შენ ვეღარ აძლევი, რაც უნდა აძლევდი, ხო, სიტყვას ეს კაი რაღაცას კი არ ვამბობ, რომ უნამუსოა, ხო, ის შვილის უკვე დედა უკვე აღარ შეუძლია იმდენი დახმარებები ამერიკიდან, რომ აღარ ჭირდება და სიტყვასაც არ გამოხატა და ადამიანს რა უნდა, სიტყვა სიყვარული და პატარა თბილი სიტყვა. და აი ხდება ეს ამბავი და მე ხო ხდებით უკვე ფიქრობ იქ მეგობარმა რაღაცაში აღარ ჭირდები, იქ დედა აღარ აკავს, იქ ქმარმა მიგატოვა, იქ
იქ რაღაცა მოხდა, იქ სამსახურში ვიღაცას არ ჭირდებით, აგაქვეითეს, იქ არ ჭირდება. აი ეს ჭირდება, უნდა მოსპრო. ზოგი როგორ ვაკეთებენ ხოლმე, რომ აი ხლა ზოგი ჩაიკეტებიან ხოლმე ადამიანები უსამართლობას ვეღარ უძლებს, ამდენ უსამართლობაში სიარულს ეხლა ფაქტია ჩვენ ხო ადამიანებში ტრიალებ და ადამიანის სოციუმში რომ ტრიალებ უკვე უსამართლობის ჯდობა გაქვს და იკეტები და იზოლაციას აკეთებ მარტოობას და აი მანდარი ძელი ძაღლი ჩადებული და ამ იზოლაციას არ უნდა შეგეშინდეთ აი აი წეგანაც რო თქვი რომ ის გარანტაშე ჩემი რატო მიდიოდა რა რამე აკდა ავტორიტეტი ხო პატიცემდნენ მაგრამ მიდიოდა იქ მარტოდ იმიტომ ჯდებოდა რომ თავის თავთან დარჩენილიყო მარტო და თავი ეძება ეპოვა რა მე წეგანა ცოტა შეიძლება პარადოქს ვამბობ მაგრამ რეალობაა რა ეს მორეთ შენ რო სოციუმში ხარ ვერ ვიღაცაზე ხარ დამოკიდებული იმის აზე იმის აზე და შენი თავს ვერ პოულობს შენი თავი შენი შინაგანი მე ანუ ეგო ცოტა ცუდი ისე და ეგო დაკარგულია და შენ სულ სხვაზე ფიქრობ სხვისი აზრი მეზობლის აზრი კურსელის აზრი იმის აზრი შვილის აზრი ამის აზრი და შენი მე არის სადღაც დაკარგული და აი ამ დროს პირიქით სიმართლობის კი არ უნდა შეგეშინდეს, უნდა დარჩე მარტო და უნდა დაიწყო შენ თავში ძებნა, ვინ ხარ, რა ხარ, ამ სამყაროში რატო ხარ და იმის ჯინაზე კი არა რომ აი მან ორი რაღაცა შეიძლება მოხდეს უკვე ორი გზა. მოდი ასე გავანაწილოთ. პირველი დადებით და მე რომ უარყოფით რომ სულ იმაზე იფიქრო, აი რატო გამიკეთა, ხო მარტო დარჩი შენ თავთან და აი მარტო გამიკეთა, იმას ასე გავუკეთო და უარყოფითად ფიქრობ რეალურად, იმას უზამ, ამას უზამ, ამ იმიდან ვერ გამოდიხარ რა. იქაც არ გინდა, სხვების დანახვაც არ გინდა და აი ეს არის ტრანსფორმაცია ქვია მაგას რა, ასე ფსიქოლოგიური ენით, შეიძლება ეს შენი ტრანსფორმაცია ცუდი ფორმით წავიდეს. და დეპრესიაში და აი ყოფილა რომ მარტოობაში ადამიანი მომწარე, იმიტომ რომ ვეღარ აიტანეს ის. მაგრამ ამაზე თელი ფსიქოლოგები და ეს ლაპარაკობენ, მაგრამ არის მეორე გზა, რომელიც ადამიანებს ჩვენ გამოგვიყვანს ამ სიმართლეიდან და დეპრესიიდან. აი ამ მეორე გზა რამდენიმე ნაწილად იყოფა და აი ამას ახლა ჩამოვაყალიბებ. პირველი რომ უნდა გაიაზრო რომ შენ მარტო ხარ. მარტო ახლა არ ხარ, ერთი შენ გვერდზეა ყოველთვის, მაგრამ ერთი გეუნება, ნუ ეს სხვა თემაა რომ უნდა გაიაზრო რომ შენ უკვე ამ სიტუაციაში რეალურად მარტო დარჩი. და არ უნდა შეგეშინდეს. აი ზოგჯერ ეშინიათ მარტო ყოფნის ადამიანებს და ამიტომ ისე გარბის იქ ან სპორტით არის დაკავებული, ან ბევრ წიგნს კითხულობს, ან რაღაცა და ძალიან ზედმეტებში გადმოდის და ვითომ გაურბის რა ამში არაფერი შეხედე რეალობად რომ ამ სიტუაციაში ხარ იმიტომ შენ რომ გაანალიზებ რომ რეალურად ამ სიტუაციაში ხარ და ეს უნდა მიიღო მშვიდად ეს პირველი ეტაპი მეორე ეტაპია უნდა დაფიქრდე რომ ბიჭო იქნებ ამ მდგომარეობაში რომ ჩადე იქნებ კარგია და არ არის ცუდი ხო და მოდი იქნებ კარგი ვიპოვო ამაში აი ამ მდგომარეობაში რომ ჩავარდი და გამოვიყენო просто პირველი ფიქრი არის რომ გამოვიდე ამ მდგომარეობაში და ვფიქრობ რა შეგიძლია რომ გამოვიყენო და გამოხვიდე და იწყებ უკვე პირველი ფიქს რომ ვინ ახარ შენ რა ხარ და რა შეგიძლია ეს ძალიან მაგარი მომენტია იმიტომ რომ აი ესეთ ამ მარტოობაში რო რჩები მე ძალიან ბევრი ფიქრები მოხდის ემოციის როგორ გითხრათ ეს ემოციური ფონი ძალიან ძნობადია და ისეთ რაღაცებს აღმოაჩენ შენში რომ მე რომ განახორციელებ ამას შედეგზე გადიხარ ეს ასეთი მაგალითები ძალიან ბევრია ისტორიაში ეხლა მე ვკითხი ის კარანდაშად და აი მაგალითად წელები ხო დოსტოევსკი ხო ნიჭიერი მწერალი იყო ხო და ისე მოხდა რომ ციხეში ჩავარდა
მოშორდა იმ გარემოებას, სადაც ადრე ცხოვრობდა ლიტერატურებში და რაღაცა დაკავშირებული იყო იმათთან, გაწყვიტა ისე და თავის ჩავში ჩაჯდა. 4 წელი იჯდა ციხეში და იქ ტრანსფორმაცია მოხდა და მე ეს ტრანსფორმაცია რაში გამოიყენა და როგორ გამოვიდა და ისე რომ დაიწყო სხვანაირი ენერგიით წერა და ფაქტები გამხელად მწვერვალებს მიაღწია. ხო მიმირთით ისე თქმამიდა რომ ამ დოსტოევსკიმ თავი იპოვა, იმდენი შრეები იპოვა თავის თავში, რომ ამოიღო ზემოთ, რომელიც იმ სოციუმში, ანუ გარეთ ამას ვერ ამჟღავნებდა ბოლოს, ამდროს ნიჭიერი კაცი იყო. აი მე რო აღმოაჩენა ამას, მე გადადიხარ მესამე ეტაპზე, ეს როგორ რაღაცას ხო, აი თქვათ ქსოვის, ხატვის, ან რაღაცა ფსიქოლოგიის, ამ ჩემმა ქალბატონმა აღმოაჩინა თავისი, რომ თუმცა ყარებია ყვავილები და შეუძლია შეუხამოს ამ ყვავილების განწყობა და რა ქვია, დალაგებას და თქვათ სახლებში დიზაინის ამბავში გამოიყენა. და იწყებ უკვე მესამე ეტაპზე ფიქს ეს რაღაცას რაც აღმოაჩენ, ის რომ გამოიყენო შენ ცხოვრებაში. ნუ არ ვიცი ხა ბევრი ვერსიებია. ეს მესამე ეტაპი. და უკვე გადადიხარ მეოთხე ეტაპზე, რომ უკვე განავრცო ეს შენი აღმოჩენილი შენში რაცა გაქვს, უკვე რეალობა და პრაქტიკაში რეალიზაცია განახორციელა. აი ასე მარტივად ვამბობ რა, კიდევ ბევრი რაღაცეები ახლა ასეთ მოკლე იმაში ვერ და დაიწყო მოქმედება და თავისთავად ახლა შეიძლება წარმატებულიც იყო, არ იყო წარმატებული ეს გარე ახლა, იმიტომ რომ წარმატებას ხო იცი როგორ არის, სოციუმია თუ ადამიანებმა გაღიარეს და დაგაფასდეს კი, მაგრამ შეიძლება ვერც გაღიარო, მაგრამ საქმე იმაში რომ შენი თავი გაქვს ნაპოვნი. შენი თავი ნაპოვნი და გადიხარ ამ სიმარტოვიდან. უკვე დაჩაგრულა და იმათ აღარაც, იმიტომ შენი თავი გაქვს ნაპოვნი და შენი თავი გაქვს ნაპოვნი, შენი თავი რეალიზაცია უნდა გააკეთო ამ ცხოვრებაში. არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკში ხარ, მოხუცი ხარ თუ ისა ხარ, მაგრამ შენ უკვე რეალიზაციას აკეთებ, იმიტომ შენი თავის სასარგებლო ხარ და იმ გარემოსთვის ვინც გარშემო ტრიალებენ. იუნგს აქვს ეს კარგად აღწერილი და მათი ამბობს რომ აი არა მარტო იუნგი და ფსიქოლოგები აი ყველა დიდი რაც შექმნილა, მაგარი რაც შექმნია, აი ყველა წარმატებული ადამიანი, თქო მე ხარ წელებზე მათ აქცენტი გადადეთო და მეცნიერებს ყოველთვის განმარტოება უყვარდა, იმიტომ რომ იმ განმარტოების დროს ყოველთვის ეს ცნობიარი ემოციები გაქვს, ფიქრები, ემოციები გაქვს და ამას ყველაფერს კარგად წვიტა. ამიტომ მარტოობა და განმარტოება, აი ასე გავანაწილოთ, მარტოობა კი არის, მაგრამ განმარტოება ზოგი სპეციალურად განმარტოვდება, რომ აზრი იპოვოს, რომ თუნდაც ამ კალანდარშას ამბავით, მაგრამ ყველა გადახედეთ, ყველა ცნობილ ადამიანებს, ყველა ცდილობს, რომ რაღაცა რომ დაწეროს, უნდა განმარტოვდეს. აი ხა მაგალითად ლევ ტოლსტოი ვიცი, რომ ადვალში წერდა, აბნელებდა იმას ოთახს და მარტო იყო და მარტო წერდა. განმარტოებული იყო. კონსტანტინე გამსახურდიაც ის მოგონებები მაქვს ხორხურტოში. მე ადრე ნამყოფი ვარ, მაგრამ ისეთ რომ მაშინ დანგრეული იყო ეს 90-იან წლებში და სპეციალურად ოთახში სულ აბნელებდა, რომ განმარტოებული იყო. დოსტოევსკის და ყველა რა ვიცი ცნობილი ადამიანები და ბევრი ადამიანები განმარტოებას არის ზოგჯერ არის ხოლმე მეც ხომ აქ აკეთებული აი 3-4 დღით რომ ვიდივარ ხოლმე სოფელში და რო ეთიშები ასეთი მომენტიც არის რაც უფრო მაგრა გაეთიშები და რაც უფრო არაფერს არ აკეთებ ნუ განმარტოვდები უფრო ბევრ რაღაცას მე უფრო პოულობ შენში და ამას ანხორციელებ რა მასე და ხო მეც ხომ აკეთებ ხოლმე კოლბრეგის მეთოდით 3-2 დღე რომ ვიდივარ ხოლმე სოფელში არავის დანახვა რო არ მინდა და აი გაგებით ვიძახი განავინმე მეჯავრებმა მაგრამ რესტარტს ვაკეთებ ხოლმე ითიშები რომ გაითიშო და ეს ორგანიზმი მოხდეს აღდგენა და ისე ძოლის უნარიანი იყო და აი აქედან გამომდინარე აი ყველაფრიდან გამომდინარე არ უნდა გვეშინოდეს სიმარტოვის და ეს შეგრძნება მე მარტო ვარ იმას არ ვჭიდები კი სამწუხაროდ გარედან რო შეხედო ასე გამოდის მაგრამ რეალურად თუ ჩაწვდები და ჩახვალ იმ ფიქრებში მარტო ვერ დარჩენ და ბოლოს
უფალი მარტო არ დაგტოვებ, არ არის მარტო ადამიანი. აქ უკვე უფლის სწავლებები და უფლის ცნებები თუ იმოქმედე, ხო საერთოდ ეს ფიქრები არ ჩაკითრეს, მაგრამ მე ადამიანური გზით გამომდინარე ავხსენი ეს ყველაფერი და ამიტომ მეგობრებო, მარტოობის ნუ შეგეშინდებათ. პირიქით ზოგჯერ განმარტოვდით კიდევაც და უფრო თქვენ იპოვეთ თქვენ ამბავში და ასე და რაღაც ზოგჯერ ბევრი რაღაცა უსამართლობები ხდება, ის ხდება, მაგრამ ამაზე ინადა ზაციკლიაც არ უნდა მიება, იმიტომ რომ იმას ბევრი მიზეზები აქვს და ბოლოს უნება გვაქვს, გამოცდილება გვაქვს, უფალი გვასწავლის რა გავაკეთოთ, ლიტერატურა გვასწავლის, ფსიქოლოგია გვასწავლია და რატო უნდა იყოს მარტო და მარტო ხელა. და ჩემი ქალბატონი ძალიან ლამაზი ქალბატონი, სულ ეხუმები ხო ასეთი ლამაზი ქალბატონი და მაინც ქალბატონია და გამებრანჩება ხოლმე და აგერ წარმატებული ადამიანია და პირიქით იქით ეხვეწებიან შვილებმა სამწუხაროდ მომართავება მე არ შეიძლება უსმენენ ის შვილებიც რომ არ მოიცნენ კარგად სწორად და სამწუხაროდ ჩვენი შვილები და შთამომავლები მოხუც ადამიანებს ეხლა მოდი ყველაფერი დავარქვა თავის სახელით პირდაპირ თქვა არასწორად იქცევია და აი ამ ქალბატონის შვილიც არასწორად იქცევია, მაგრამ ეხლა ნახეთ უკვე შემოტრიალე, მაგრამ ეს იმიტომ კი ავიწევ ჯინაზე და იმას ვამბობ, რომ ამ ქალბატონმა მოახერხა ესა და რა ვიცი, ეხლა ერთ-ერთი ბედნიერია და ყვავილებს ხორ გავსდა თვითონაც ყვავილები დადის თბილისის ქუჩებში. მიუხედავად იმისა, რომ და როგორც იტყვიან ახალგაზრდასავით არ არის ესეთი შველივით, მაგრამ აშუაშია და სული არ ბერდება, უფალი არ ბერდება და რაღაცაზე დამოკიდებულებამ და რაღაცაზე მიჯაჭვურობამ უნდა მარტო დაგტოვოს, გამორიცხულია, აი ეშმაკს უნდა, სატანას უნდა რომ მაგით დაგაძრულოს, მაგრამ არა. როგორ იქნები მარტო, მერტია შენ გვერდზე და მისი სწავლებები და ცოტა პატარა არ უნდა ვიზარმაცოთ, ეს სიზარმაცეთ ეშმაკიდან მოდის, სატანა. კარგით მეგობრებო, აი ამის თმა მინდოდა რა. ყოველთვის არის გამოსავალი და ოქროს იტყვებია რომ მერტისგან არის შექმნილი და მერტი ისეთ პრობლემას და ისეთ აფქონებას არ მოგცემს რომ ვერ გადალახო. აქედან გამომდინარე, მერტი რომ ამას გვეუბნება, ისი უნდა შეგვეშინდეს და რა უნდა იყოს ჩვენი დაბოლება. კარგით მეგობრებო, ამთავრეთ ჩვენ და შევხვდებით მომავალ საინტერესო ვიდეოებში იმედია და არასოდეს არ შეგეშინდეთ სიმარტოვის პირიქით ზოგჯერ განმარტოვდით კიდევაც რომ იპოვოთ თქვენი თავი და თქვენ თავს რომ იპოვეთ იმ სიმარტოვესაც და იმ ცნობას რომ მარტო ხართ გადალახავთ ისე თვითონ წარადგენთ. კარგით აბა წარმატებები, ბედნიერება, სიხარული და კარგი განწყობა.